მოგესალმებით ყველას, თქვენი ყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად. და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა, მისი თვალით დანახული თქვენ, ან როგორ გხედავთ ის თქვენ, როგორ ადამიანად აღგიქვამთ. მოდი ამ გაშლას ჩავწერ ქალბატონებისთვის. მამაკაცებმა შეგიძლიათ უყუროთ და დაადასტუროთ ან უარყოთ ის, რასაც ვიტყვი მე ამ გაშლის ფარგლებში, როგორ აღიქვამთ თქვენ თქვენიერ ჩაფიქრებულ ადამიანს. მოდი ჯერ ვნახოთ ვისთვის არის ეს გაშლა, რა სიტუაციაა ახლა თქვენ შორის. ვისთვის არის ეს გაშლა? პირდაპირ ქალებისთვის არ ითქვა და თასების დედოფალი მოვიდა. არკანის სამსჯავრო და ხუთიანი პენტაკლები. რა ხდება თქვენ შორის? არკანი მეეტლე, არკანი იმპერატორი ქალი და ცხრიანი ხმლები. არკანი სამყარო. არკანი ქურუმი ქალი, არკანი სამართლიანობა და რვიანი პენტაკლები, ათიანი ხმლები და თასების რაინდი ხუთიანი კვერთხები. მოკლედ ეს გაშლა აუცილებლად ეხება იმ ადამიანებს, პირველ რიგში ვისი ურთიერთობაც არის გარკვეული ტიპის დისტანციით გამოხატული, ანუ მანძილით აუცილებლად და ეს მანძილი თქვენ ორივესთვის არის განსაკუთრებული. ახლა აქ მამაკაცი თავის თავს არ მაჩვენებს, იმიტომ რომ სულ ქალის ენერგიის არკანები წამოვიდა, ანუ ეს უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ ანონსი გაშლის ძალიან სწორად გავაკეთე, რომ ეს არის გაშლა ქალბატონებისთვის, რომლებმაც უნდა უსმინონ, როგორ აღიქვამს მის მიერ ჩაფიქრებული ადამიანი კონკრეტულად მას, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მამაკაცებმაც შეგიძლიათ უსმინოთ და ან უარყოთ, ან დაადასტუროთ თქვენი ფიქრები, განცდები და დამოკიდებულებები ჩაფიქრებული ადამიანის მიმართ. გაშლა სიტუაცია ეხლა, რომელიც თქვენ შორის არის, ერთი არის აუცილებლად მანძილზე, მეორე ეს არის ურთიერთობა ფარული, აუცილებლად, მესამე ამ ქალბატონს, რომელსაც ეხლა ვსაუბრობთ, აქვს ძალიან კაფიოდ, ანუ იმპერატორი ქალის ენერგიაში აჩვენებს აქ ქალს, რაც იმას მიანიშნებს, რომ რეალურად ეს ქალბატონი არის სრული კომპლექტაცია ყველა იმ ქალური ბუნებისა, რაც კი შეიძლება ადამიანს ახასიათებდეს და მამაკაცს მოსწონდეს ქალში. ანუ ნახეთ, როგორი საოცარი იმპერატორი ქალის არკანია აქ, ეს გამოხატულია როგორც ძალა, ეს გამოხატულია როგორც ვნება, ეს გამოხატულია როგორც ქარიზმა, სილამაზე, ეშხი, ესთეტიკა და ყველაფერი აბსოლუტურად კომბინაციაში, ხო? ზოგადად. გარდა ამისა, ქალბატონებს აუცილებლად გექნებათ საოცრად გამოხატული ინტუიციური ბუნება და ძალიან კარგად განვითარებული სამართლიანობის, აი რაღაცნაირი სამართლიანობის განცდა. რატომ ამბობ ხა ამ სამართლიანობის განცდას? ანუ თქვენს შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ისეთი მოცემულობა, როდესაც ანუ კარმა ძალიან მარტივად ეწევა ადამიანებს. თქვენ თუ ვიღაც გაწყენინებთ, ან თქვენ თუ ვიღაც გაგაბრაზებთ, აი ამ კარმის შედეგს ძალიან მალევე გრძნობს თავის თავზე, იმიტომ რომ რეალურად ახლა აქ მოვიდა 1, 2, 3, 4, 5, 6, 9 არკანში მოვიდა 6 უმაღლესი არკანი, რაც საკმაოდ ისეთია ინტენსიური გამოხატულება იმის, რომ ადამიანმა, რომელმაც ჩაგიფიქრათ, იმ კონკრეტული ადამიანისთვის თქვენ ხართ ძალიან ფუნდამენტური პიროვნება. მის ცხოვრებაში თქვენ შეგაქვთ ძალიან ფუნდამენტური ცვლილებები და ეს ფუნდამენტური ცვლილებები ახდენს გავლენას ამ კონკრეტული ადამიანის ყველა სფეროზე აბსოლუტურად. სამსჯავროს არკანი, ანუ უმაღლესი
страшный суд, ესე ქვია რუსულად ამას, ეს არის სამსჯავრო, ანუ განკითხვის დღე რეალურად, როდესაც ამ პიროვნებას თქვენთან ურთიერთობაში მოუწევს, რომ აბსოლუტურად ყველა შიშს, რომელიც მასში ან იყო, ან რწმენა წარმოდგენები ქონდა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, ხო? აბსოლუტურად ყველაფრის გადაფასება მოუწევს. ანუ ეს არის დღე, როდესაც უბრალოდ საკუთარ თავთან უნდა დადგეს ესე პირისპირ და საკუთარ თავს ფაქტიურად გულწრფელად და გულღიად ესაუბროს იმასთან დაკავშირებით თუ ვინ ხართ და რა როლი გაქვთ თქვენ მის ცხოვრებაში. აქ არ არის მხოლოდ სასურველ ქალზე საუბარი, იმიტომ რომ ეს როგორც უკვე აღნიშნე, იმპერატორი ქალი, ქურუმი ქალი, სამართლიანობა, სამყარო, სამსჯავრო, თასების დედოფალი, ეს არის ენერგია, როდესაც ფაქტობრივად სრული, აი ძალიან ძირეული საკითხები იცვლება თქვენთან კომუნიკაციის და ელემენტარული შემხებლობითაც კი ამ ადამიანის ცნობიერებაში. ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში ამ ყველაფერს გრძნობს და თქვენ ხართ მისი რეალური ფიქრი და აი მართლა ეს სატკივარიო რო იტყვიან, იმიტომ რომ აქ არის ნახეთ ხუთიანი პენტაკლები და ცხრიანი ხმლები და ორივე როგორია ესეთი თავდახრილი, თავჩაქინდრული და აი მართლა სასოწარკვეთილი სიტუაცია. ეს ორივე მდგომარეობა აჩვენებს ზუსტად მაგას, ანუ სასოწარკვეთილ სიტუაციას, როცა ადამიანი მოცემულობიდან გამოსავალს ვერ ხედავს. ანუ მნიშვნელობას, მასშტაბს, გავლენას მის ცხოვრებაში თქვენსას ამას არაჩვეულებრივად გრძნობს და განიცდის და აღიქვამს, ხო, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ მოცემულობით ეს ადამიანმა ვერ დაინახოს, მაგრამ ამავე დროს ხართ თქვენ მისი ძალიან დიდი საფიქრალი, სადკივარი, გადაუწყვეტელი პრობლემა და სიტუაცია იდეაში, რომლისგან გამოსავალიც არც თუ ისე მარტივი ან ლოგიკური შეიძლება რომ იყოს. მოკლედ, აი ეს სიტუაცია ხა ვისაც მოგესადაგათ თუ რეზონით და თუ რაც გინდათ ის დაარქვით. ხო, აქ რა უნდა მეთქვა, იმპერატორი ქალის ენერგიით და სამართლიანობის ენერგიით, ასევე შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, რომ ეს იყოს ურთიერთობა სამკუთხედი, ან ქალბატონს ჰყავდეს შვილები. ქალის მხარეს, რომ ორსული იყო იქ იმპერატორი ქალი თუ დააკვეთით. ოკეი, აი ეს სიტუაცია მოკლედ ვისაც მოგესადაგათ, ვისთვისაც ეს რეზონირებს, აი დანარჩენ გაშლას მხოლოდ იმ შემთხვევაში უყურებთ. თუ ეს ასე არ არის, ამ შემთხვევაში ეს გაშლა თქვენი არ არის და დაელოდეთ უკვე შემდეგ გაშლას. მეგობრებო, ჩემი საშვებულებო პერიოდი დასრულდა. ამიტომ პირად გაშლაზე შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში და აუცილებლად გიპასუხებთ. ოღონდ თხოვნა მექნება ერთი რამ. ეხლა არ ვიცი, შეიძლება ის ადამიანი მიყურებს კიდეც, მაგრამ ადამიანები, რომლებიც თავსაც არ იწუხებთ ელემენტარულად, რომ დააკომენტაროთ ვიდეოს ბოლოს მადლობა ან მსგავსი რამე და პირადში რომ აძლევთ შეკვეთებს, რომ იცი რა ამ თემაზე ჩაწერე გაშლა, იმ თემაზე ჩაწერე, ძალიან დიდი ბოდიში მომითხოვია და ცოტა თავხედობას ხო არ აქვს ადგილი თქვენი მხრიდან. მომიტევეთ აი ამ ესეთი კატეგორიული სიტყვებისთვის, მაგრამ ჩემთვის ეს არის თავხედობა და მეტი არაფერი, როცა ადამიანის სივრცეში იჭრები და აძლევ შეკვეთას რა თემასთან დაკავშირებით გინდა რომ ამ ადამიანმა ჩაწეროს საჯარო გაშლა. თუ ესეთი ჭყალებში ჯერ ესეთი შეკვეთებს არ ვიღებ არავისგან და არაფრის ხარჯზე. მაგრამ თუ მანდამაინც ძალიან გინდათ რაღაცა თემა რომ გავაჟღერო, კეთილი ინებეთ, ვიქნება ესეთი კატეგორიული და დაწერეთ თითოეული ვიდეოს ქვეშ. და არა ჩემს პირად ნომერზე WhatsApp-ზე შეტყობინების გზით, რომ იქნებ ამაზე ჩაწერო გაშლა. არამც და არამც ასე არ ვიზამ და ნუ რა ვიცი, ნუ გეწყინებათ. ვინც ასეთ ბოდიში და თავხედობას გააკეთებს, აბსოლუტურად ყველანაირი აი გადახედვის და გათვალისწინების გარეშე უბლოკავ ეგეთ ადამიანებს, ეგეც გაითვალისწინეთ. ხო, ეხლა ნახოთ მისი თვალით დანახული თქვენ როგორ ხართ. ვინ ხართ თქვენ მისთვის, ანუ როგორი ადამიანი ხართ, როგორ გხედავთ.
ეს პიროვნება თქვენ. სამიანი კვერთხები, რვიანი თასები, არკანი იეროფანტი. ამ ეტაპზე თქვენ ეს ადამიანი ხედავთ სხვაშორის ახლა შეიძლება ეს ურთიერთობა იყოს გარკვეული ტიპით პაუზაზე. აი ესე მოვიდა არკანის სამსჯავრო. არკანი თასების ტუზი. არკანი ცხრიანი თასები. არკანი სიკვდილი. არკანი ვარსკვლავი. არკანი განდეგილი. და არკანი იმპერატორი ქალი ისევ დასტის ბოლოს. მოკლედ, როგორ გხედავთ და ეს ადამიანი, ამ ადამიანს თქვენ მიმართ ცალსახად შემიძლია რომ თქვა რომ აქვს გრძნობები. ოღონდ ვინაიდან და რადგანაც ეს ადამიანი ხვდება და კარგად აცნობიერებს პოტენციურ წინააღმდეგობებს, რაც ამ ურთიერთობასთან ახლავს, აი სამსჯავროს არკანი ხო ნახეთ, წეღან როგორი იყო, აი აქ როგორი სამსჯავროს არკანია უყურეთ, აი აღვიძებს აბსოლუტურად ყველაფერს, აი დიდი საყვირით, გამორიცხულია, რომ თქვენი მის ცხოვრებაში შესვლა არ იყოს ინდიკატორი ძალიან ბევრი არსებითი ცვლილების. აი ძალიან ბევრი არსებითი ცვლილების. ამ ადამიანს თქვენ მიმართ აქვს გრძნობა, ემოცია, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, იმ წინააღმდეგობების გათვალისწინებით და ეს წინააღმდეგობები უპირველეს ყოვლისა არის დისტანცია და როგორც უკვე წეღან ვთქვი, აქ ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩემს მსმენელებთან გადათამაშდება ისე რომ ქალბატონი იმყოფება ქორწინებაში, ოფიციალურ ქორწინებაში. ეს ადამიანი თავს ამ წინააღმდეგობების გამო ბოჭავს. არ აძლევს ემოციებს გამოხატვის საშუალებას. თქვენ მისთვის ვინ ხართ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მასში ახორციელებს ტრანსფორმაციას ერთი, მეორე აღვიძებს რაღაცა მისთვის აქამდე შეუცნობელ და შეუგრძნობელ ემოციებს, ანუ ეს არის ვარსკვლავი, აი წარმოიდგინეთ ვარსკვლავი, რომელსაც ესე შორიდან ვეტრფი, ხო, აქ კიდევ ერთხელ დასტურდება ის მომენტი, რომ მანძილზეა ეს ურთიერთობა. აი ბავშვები, წეღარო ვახსენე, ბავშვებიც არის. თქვენ სავარაუდოდ ძალიან გიყვართ ბავშვები და ყავთ კიდეც შვილები, ამასაც ხედავს. ცხრიანი ხვლები ისევ მოვიდა. მისთვის თქვენ ხართ ძალიან დიდი საფიქრალი, თუმცა ამავე დროს თქვენ ხართ მისი სულიერი, არ ვიცი მეგობარი, არ ვიცი რაც გნებავთ ის დაარქვით. აი ნახეთ როგორი ორი მტრედია აქ. აი ეს არის სულიერი მდგომარეობა, როდესაც სულმასული იგრძნო, სულმასული დაინახა და ამის წინააღმდეგობა, ამის უარყოფა ფაქტობრივად არის შეუძლებელი. რაც არ უნდა დიდი წინააღმდეგობა გააკეთო ადამიანმა, ხო? ვინ ხართ თქვენ მისთვის? თქვენ ხართ მისი ვნების ობიექტი. კვერთხების ენერგია ზოგადად არის ცეცხლის ენერგია და როდესაც კვერთხების რაინდი ამოდის, ეს არის მოცემულობა, როცა მამაკაცისთვის თქვენ ხართ ძალიან სასურველი ქალი, ანუ ობიექტი, რომლის მოპოვებაც უნდა, ხო? ანუ კვერთხების რაინდი და თასების რაინდი არის ერთობლივად ემოციაც და პლუს ვნებაც, ანუ ეს რაღაცა ძალიან დიდი ცეცხლი, ასე რომ ვთქვათ, ხო? კიდევ ნახოთ, აბა როგორ ადამიანად ავიქვამთ. გარდა ამისა, კიდე რა მინდა რომ აქ ვთქვა, თქვენ კონკრეტულად მისთვის ხართ ერთგვარი სულიერი მასწავლებელიც. ანუ რაღაცნაირი საწრთობი მოცემულობა, სადაც ეს ადამიანი იძულებულია, რომ სხვანაირად მოიქცეს, დაფიქრდეს რაღაცებზე, აი ნახეთ 10-იანი თასები, როგორი ოჯახის ენერგია აქვს, ხო, ანუ იმდენად მონათესავე სული ხართ თქვენ მისთვის, ძალიან ახლობელ პიროვნებად ავიქვამთ. კიდევ ხუთიანი ხმლები. ძალიან დიდი წინააღმდეგობაა, როგორც უკვე გითხარით, ეს მისი შინაგანი მდგომარეობა და შინაგანი ბრძოლები. პენტაკლების პაჟი
და ხმლების რაინდი. აქ სხვათა შორის არის სიტუაციაც, როდესაც შესაძლოა, რომ მამაკაცი იყოს თქვენზე ასაკით, იმიტომ რომ იმპერატორი ქალის ენერგიაში ამოდის კვერთხების რაინდი და თასების რაინდი და ხმლების რაინდი, ეს იმას ნიშნავს, რომ ან სტატუსით არის თქვენზე გაცილებით დაბალი, ან სტატუსთან ერთად ასაკიც დაბალი აქვს და ანუ რაღაც ცხოვრებისეული მიღწევები ან ასე შემდეგ, ისეთი არ არის, მოკლედ, რაც თქვენთან მიმართებაში შეიძლება სატრაბახოზე არ ვამბობ და არ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შესაძარისი რა, ეს თანაბარი თქვენი პოზიციები არ არის. და ამას ეს ხვდება ეს ადამიანი ძალიან სწორად იაზრებს და აცნობიერებს. ბავშვად გრძნობს თქვენთან მიმართებაში რაღაცნაირად თავს და აქვს ძალიან დიდი ეჭვიანობის მომენტი. ანუ ხმლების რაინდი ზოგადად შეიძლება რაღაც მომენტში გამოხატავდეს კიდეც აი ამ ეჭვიანობას, ბრაზს, აგრესიას, რომ რაღაცნაირად რაღაცა მოვლენებზე წინ ვერ ვდგები და რაღაც მოვლენებს ვერ თმობს რეალურად. 4 პენტაკლები, ნახეთ როგორ ჩაბღუჯული აქვს ეს პენტაკლები, ხო? ანუ თქვენ ეს ადამიანი ვერ გთმობთ და ვერ გიშვებთ მისი ცხოვრებიდან. აი როგორ აღიქვამთ. იმპერატორი ქალი და კვერთხების დედოფალი. ნუ რა შემიძლია აქ თქვა, წეღანაც იყო, მაგრამ არ აღვნიშნე და ეხლაც გეტყვით, ზოგადად აქ შეიძლება ინტუიციაზე გავამახვილე მხოლოდ წეღან ყურადღება, მაგრამ აქ შეიძლება იყოს ესეთი სიტუაცია, როდესაც კვერთხების დედოფალს ხშირად ახასიათებენ ხოლმე როგორც რაღაც აი ფარული ცოდნები რო აქ ადამიანს, რაღაცეებს რო ფლობს, რაღაც ფარულ უნარებს რო ფლობს. ეს ადამიანი, მეგობრებო, აუცილებლად გათვალიერებთ სოციალურ ქსელშიც. მუშაობს ახლა ძირითადად და თავის ცეცხლს წყლით ანელებს, რომ რაღაცნაირად ამოფრქვევა და ეს რაღაცა ვულკანი არ მოხდეს. როგორი ორმაგი ენერგია მოდის უყურეთ, აი აქაც ხვალ წეღანაც რო გითხარით რაღაც მტრედებზე, აქაც ორი ადამიანი ამ მზის ენერგიაში გამოხატული. აქაც თასე, ანუ თქვენ ეს ადამიანი აღიქვამთ მის მეორე ნახევრად, რაც არ უნდა რთული იყოს. თასების მეფეა აგერ და ხმლების მეფე. საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ აქ არსებობდეს, ნუ თუ გავყვებით იმ მსჯელობას და იმ ლოგიკას, რომ ხალბატონი შეიძლება იმყოფებოდეს თანაცხოვრებაში, ოფიციალურ ქორწინებაში სხვა მეორე ადამიანთან, შეიძლება აქ იყოს ზუსტადაც მეორე ადამიანის მიმართ აგრესია და ეჭვიანობის მომენტები. და რაღაც მომენტში ნუ შედარებას ვერ დავარქმე, უფრო კონკურენცია შეიძლება იყოს აქ. კარგი, კიდე ხმლების ორიანი. ხუთიანი თასები და ორიანი პენტაკლები. და არკანი კოშკი. კი, ანუ აქ არის არკანი მაგი და კვერთხების რაინდი. მეგობრებო, აქ შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანი ეხლა ცდილობს, რომ რაღაცნაირად აღიდგინოს ტონასწორობა, აღიდგინოს ბალანსი და ეს რაღაცნაირად ქარიშხალივით რომ დაატყდით მის ცხოვრებას თავს. ეს შემდგომი მოვლენები გააკონტროლოს, ანუ მაგის ენერგია არის ენერგია, რომელიც ცდილობს, რომ აკონტროლოს რაღაცა პროცესები. ანუ რაღაცნაირ კალაპოტში მოაქციოს, მათ შორის თავის ემოციებიც და აი პროგნოზირებადი გახადოს რაღაცა მოვლენები. აი ეს შეიძლება იყოს აი აქ. ამავე დროს მაგი არის განსაკუთრებულად ძლიერი მანიპულატორი და ეს ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს და თვლიდეს საკუთარ თავს ძლიერ მანიპულატორად და საკუთარ თავის და საკუთარი უნარების იმედი ქონდეს თქვენთან მიმართებაში, რომ შეიძლება რაღაცნაირად დასახული მიზნების მიღწევაში ეს თავის კონკრეტული უნარები დაეხმაროს. თუმცა აი როგორ არის ცით რთულია ამისი პროგნოზირება. მოკლედ, აქ სიტუაცია, რასაც მე ვუყურებ, ცალსახად არის კარმული კავშირი, რომელიც არის სამყაროსგან, იმიტომ რომ სამსჯავროს არკანი ორჯერ გარბევოდა, ეს არის სამყაროსეული
სიტუაცია, როდესაც მოგიწევთ, რაც არ უნდა დიდი წინააღმდეგობა გაუწევთ და არ მიიღოთ ეს პროცესი, მოგიწევთ რომ ჩააბაროთ გამოცდები. უფრო სწორად გამოცდები ჩააბაროთ ჩააბაროს იმ კონკრეტულმა ადამიანმა რაღაც საკითხებთან მიმართებაში ცხოვრებისეული გამოცდები და ცხოვრებისეული სოფხედველობა შეცვალოს რაღაცა საკითხებთან მიმართებაში ფუნდამენტურად გადააფასოს ის ღირებულებები, რაც აქამდე ქონდა. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა. მე იმედი მაქვს მოგეწონათ და რეზონირდა, იმიტომ რომ პრინციპში მართლა საოცარი გაშლა გამოგვივიდა. აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, გელოდებით ყველა კომენტარს იცით რომ ვკითხულობ და ვპასუხობ. გარდა შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებისა, რომელსაც სპეციალურად არ ვშლი, იმიტომ რომ აი ესე ყველამ დაინახოს ვინ ხართ, რა ხართ და რა სულის მატარებელი ადამიანები ხართ და რა თქმა უნდა არც ვპასუხობ. აი ესე და ამრიგად. ესეთი იყო ჩემი დღევანდელი გზავნილი თქვენთვის. მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად და მადლობა რომ მიყურებთ. დროებით.